საოცარი ღამე იყო. სოფია ახალგაზრდობილ მამაკაცს ეფერებოდა. მამაკაცი მისთვის თითქმის უცნობი იყო, თუმცა ეს უკვე მისი ცხოვრების სტილი იყო. ერთდღიანი თავგადასავლები, ქაოსი, რომელთაც ცდილობდა წარსულის აჩრდილების გაფანტვას. იმ ტკივილის ჩახშობას, რომელიც მის სულში ღრმა იარად დარჩენილი იყო. მორიდებული ჩახველების ხმა გაისმა. ოთახში ლიამი შემოვიდა. სოფიას შინა მოსამსახურე. ლიამ, კარგია რომ აქ ხარ. გამარჯობა მის სოფია. შემთხვევით შემოვედი, კარი ღია დამკვთა და მისაღები ოთახი ცოტათი არეულია. წუხელ საგიჟეთი იყო აქ. ამიტომ ბევრი მუშაობა მოგიწევს. სოფია მდიდარი და ამპარტავანი ქალი იყო, ლიამი კი დაქირავებული შინა მოსამსახურე. და როგორც ამ ტიპის მდიდარ ადამიანებს შევიათ ხოლმე, ზემოდან დაყურებდა მოსამსახურეებს. მათ შორის მანძილი იმდენად დიდი იყო, რომ ლიამს როგორც უსულო ნივთს ისე უყურებდა. რა თქმა უნდა, ორჩილად უთხრა ლიამმა. ახლა შეუდგები საქმეს. ლიამი თავმდაბალი და მშვიდი ბიჭი იყო. განსაკუთრებული გარეგნობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მასში ბევრი ისეთი თვისება იყო, რომლის გამოც მასზე დაყრდნობა და ნდობა ყოველთვის შეიძლებოდა. ოთახში მყოფმა მამაკაცმა მოწყალება გაიღო და ლიამს უთხრა, რომ უხარია მისი გაცნობა. ლიამმა მორიდებულად უპასუხა, რომ თავადაც უხარია. კარგი ლიამ, თუ რამე სასაცილო ან უცნაური იპოვე, უბრალოდ გადააგდე.